მოგესალმებით ქუთაისის აეროპორტიდან. მივდივარ ვენეციაში, იტალიაში რამდენიმე ქალაქში და ეხლა ველოდებით რეგისტრაციის დაწყებას, მერე ჩასვლას, პასპორტ კონტროლებს და ამბებს და ოდესმე რომ ჩავაღწევ, ვეცდები რომ პატარა ვლოგი გადავიღოთ ჩემს პატარა იტალიურ მოგზაურობაზე. ხარისთი ამბავი და მედი მაქვს მალე დაიწყება ყველაფერი. გამოვიარეთ ძალიან მარტივად ყველაფერი. გამიკვირდა რომ წყალი შემომატანიოს, იმიტომ რომ ისე მოხსოვდა რომ წყლის შემოტანა არ შეიძლებოდა და ესე გადავრჩი აეროპორტში 6 ლარიანი წყლის ყიდვას. და ეხლა ვნახოთ იტალიაში რომ ჩავალთ, როგორ გავივლით პასპორტ კონტროლს, იმიტომ რომ წინაზე რო ვიყავით, ძალიან ბევრი რაღაც მკითხეს. ვნახოთ როგორ ჩაივლის, ეხლა ველოდებით ფრენის დაწყებას. ესე იგი, პასპორტ კონტროლმა ჩაიარა მშვენივრად, გამოვედით, მაგრამ დიდხანს გაგრძელდა ძალიან. ეხლა ვართ მატარებლების სადგურზე, ადგილზევე ვიყიდეთ ბილეთები და საკმაოდ ნორმალურ ფასად ვიტყოდი და მივიდივართ ხა ბოლონიისკენ და ვნახოთ როგორი მატარებელი აქვს იტალიას. ისეთი კომფორტული აქაური მატარებელი, რომ მახსენდება თბილისის ზუგდიდის მატარებელი, რომელიც გაჩერდა რელსებზე ძაბვა არ მოგვეწოდებაო და გამახსენდა რა ტანჯვით მგზავრობ ხოლმე იქ. ხო და უკომფორტულესი მატარებელია და თან ეხლა დავდივართ ნელოსნური მატარებლით იდეაში, მაგრამ არ ვიცი თბილისის ჩქაროსნულს ჯობია სიჩქარით მე მგონი. ძალიან ლამაზი ხადებია და ულამაზესი სახლები არის კიდევ პეიზაჟად პლუს ასე რომ ძალიან კარგია იტალიაში მატარებლით მგზავრობა. ბოლონიაში ყოველ შაბათს ეწყობა ხოლმე ბაზრობა და ეს გამოტანილი აქვს ტანსაცმელები, ჩანთები, სამკაულები და ღირს ძალიან მინიმალური ფასი ვიტყოდი და განსაკუთრებით ამათთვის, ვისაც ევროში აქვთ ხელფასი, ძალიან მინიმალური ფასებია და თან არის ყველაფერი ძალიან კარგი ხარისხის და ყველაფერი ულამაზესი და ეხლა გამოვედით დაცთვალიერებლად, აი ესეთი რამეებია. ხალხავი ესე არიან სულ მოხუცები ჩამწკრივებულები და ხან ჭორაობენ, ხან საყიდლებზე დადიან, ხან რაღაც და მართლა ძალიან შურს, რომ მოხუცებს ამის ფუფუნება აქვთ აქ. ჩაო მეგობრებო. იტალიაში ჩამოხვიდე და პიცა არ დააგემოვნო, ეს იგივეა რომ საქართველოში ჩამოხვიდე და ხაჭაპური არ დააგემოვნო. ასე რომ ვაგემოვნებთ პიცას, რომელიც იყიდება ნაჭრობით და არის აი ამ ხელა უზარმაზარი. ეს არის პეპერონის პიცა და ვნახოთ როგორ მომეწონება. ბონა, როგორ სიტყვიან, გემრიელია. მაგრამ ამ ბოლო დროს მგონი პიცა ძალიან აღარ მიყვარს, მაგრამ ეს ძალიან გემრიელია, სიცხარე აქვს და უხდება ძალიან. ეხლა ვნახოთ იტალიური შავი კოკა-კოლა. ეს ჭყონიას ჩამოსხმული არ არის, მაგრამ გემრიელია. ეხლა მივდივართ ერთ ყველაზე ცნობილ განთქმულ და ლამაზ ადგილას ბოლონიაში. სან ლუკას ტაძარი ქვია, კათოლიკური ტაძარი არის. ბაროკოს სტილის და ულამაზესია უბრალოდ. ძალიან დიდი გზა არის იქამდე ასავლელი და მივდივართ ეხლა თუ ავაღწიეთ ამ სიცხეში, აი ასეთი გზა არის იქამდე ასავლელი და მაღლა იმდან ლამაზია რომ ღირს ამოსვლა. წავედით. ესე იგი ხალხო სადაც წავედით
და წაეწყდებით ქართველის ნამუშევარს და შედევრებს. ლალიბებია ნაილი. ანუ ამას რო აკეთებენ ჯერ ხო საქართველოშიც მეზიზღება რო აწერენ ესეთ რაღაცებს ეხლა კიდე იტალიაშიც თუ არ მიაწერ ამხელა ნაგებობაზე ამხელა ისტორიულ ნაგებობაზე და ამხელა კულტურულ ნაგებობაზე ნაილის და ლილა თუ ვიღაცა ბებიას აი რატო აუცილებელი ვერ ვხვდები უბრალოდ არ ვიცი აი ძალიან ცუდი საქციელია და ქართველებო გეხვეწებით არ გააკეთოთ ეგეთი რაღაცა მოვედით ახობით 1 საათი დაგვჭირდა შესვენებებთან ერთად, იმიტომ რომ თუ არ შეისვენე, შანსი არ გაქვს რომ გამოხვიდე. აი ესეთი ტაძარია ულამაზესი ფერი აქვს და აქ არის ძალიან ლამაზი ხედი კიდე ბოლონიაზე. ნახოთ ტაძარი და გიშდები ულამაზესი ფერი აქვს კედლებს. ნახეთ რა ლამაზია. ულამაზესია ხალხო მართლა საოცრებაა. ეხლა ვართ ადგილას, სადაც თუ იყიდი სასმელს, შეგიძლია რომ მერე საჭმელები აიღო უფასოდ, რამდენიც გინდა, როცა გინდა. ანუ მეგობრებო თან ამატებენ და აი ეს ყველაფერი არის უფასო, თუ იყიდი სასმელს უბრალოდ. ესე იგი ამ ადგილს ქვია იმპერო, თუ ბოლონიაში მოხვდებით, მობრძანეთ და იკვებეთ მეგობრებო. თან ძალიან გემრიელი საჭმელები რაც არის, მოყვება პიცა, სასმელს და საჭმელები აწყვია და რაც გინდა შეგეძლია აიღო ჩვეულებრივად უპრობლემოდ. მაგრამ სინდისიც კარგი საქონელია და თლად გამოხიკვა საჭირო არ არის, მაგრამ ძალიან კაია. მოკლედ, სასმელები ძალიან გემრიელი აქვს, უსაც აპეროლი გიყვართ, იტალიაში აღამოვით აპეროლის ხანი დგება ხოლმე და მოკლედ ძალიან კარგი ადგილია და ვინც აქეთ მოხვდებით, გამოგადგებათ ჩემგან რჩევად რომ მობრძანდეთ აქ. მოგესალმებით კვლავ მატარებლიდან. ეხლა ვართ დავიწერით ბოლონიიდან და ჩვენ გვეგონა რომ მივდიოდით ფლორენციაში და მივდიოდით ფლორენციაში, მაგრამ თურმე გვიწევს გადაჯდომა, მატარებლობით გადაჯდომაც თუ არსებობდა, რატომღაც ვერ წარმომედგინა და თან ბილეთის ყიდვის დროს ეგ არ მითხრეს. ამიტომ ძლივს გავერკვი ახლა რომ უნდა გადავჭდე პრატოში სხვა მატარებელში და ის მატარებელი წამიყვანს მერე ფლორენციაში და იმედი მაქვს ყველაფერს ისე კანონიერად და სწორად გავაკეთებ, რომ არ დავჯარიმდე, იმიტომ რომ აქ მატარებლებში თუ რამე აგერევა ძალიან დიდი ჯარიმებია და მაგის მეშინია ყველაზე მეტად. და პლუს ამას ბოლონიის მატარებლების სადგური არის, აი არ ვიცი, უზარმაზარი, თავისი სართულებით, თავისი ბევრი პლატფორმებით და მან რო გზა გაიგნო, არ ვიცი, რაღაცა სხვა სკილები გჭირდებათ, ისე რომ თუ მოხვდებით მატარებლების სადგურზე თუ დაგჭირდებათ, ეცადოთ რომ ცოტა ადრე მიხვიდეთ და რათა ბოლო წუთას არ მიხვიდეთ, იმიტომ რომ მართლა უზარმაზარი სადგურია და შეიძლება დიდი დრო დაგჭირდეთ. მოგესალმებით ფლორენციიდან. ჩამოვედით როგორც იქნა გადაჯდომების ამბების მერე და მატარებლების სადგურიდან სულ არის სადღაც 15 წუთში, ამიტომ ფეხით თავისუფლად შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ. არ ვიცი, ერთი შეხედვით რო შეგვიყვარდება ეს ეგეთი ქალაქი და მე მგონი იტალიაში ყველა ეგეთი ქალაქია და ეხლა რადგან გვაქვს რამდენიმე საათი, იმიტომ რომ ისე უკან უნდა გავყვეთ მატარებელს და დღეს რადგან კვირა არის, მატარებლებმა შეიძლება ცუდად იმუშაოთ.
და რასაც მოვასწრებთ ალბათ დაახლოებით 3-4 საათში, მხოლოდ ეგენი უნდა მოვინახულოთ და წავედით, დავიწყოთ ფლორენციის ტური. ხავართ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილას მე მგონი კანარის ესეთი ხედი. რაც ნავებით გასეირნებას თუ არა და უბრალოდ ტკბობა ხედებით. ყველაზე ადგილია და ძალიან ახლოს არის პიაცასთან და ფეხით მარტივად შეგიძლიათ მოსვლა და მეორე მხარესაც შეგიძლიათ იქით გადახვიდეთ. ეხლა მოდით ჩინურ რესტორანში რომ დავაგემოვნოთ სუში. საქართველოში კი ნაჭამი მაქვს სუში და არ ვგიშდები, მაგრამ იქნებ აქ კარგი გემოქონდეს, იქნებ კარგი სუში არ მაქვს ნაჭამი და იქნებ მომეწონოს. წიც არის ბოლონიაში, სან ლაზარო დი სავერაში ვართ, ეხლა და მანდ არის ეს ჩინური რესტორანი. ეს არის სუში ფისტათი. ნახოთ. ასე გევინდა რადგან თევზი არ მიყვარს, რასაც ნაკლები გემოვაქ თევზის. ისინი მომწონს. ხალხო გავგიშდი. თუ რომ ესეთი რაღაცა ყოფილა, რომ იხდი რაღაცა ერთ გადასახადს და მე რასაც გინდა და რამდენსაც გინდა უკვეთავ და არ გემატება გადასახდელი. ანუ რაღაცას იხდი და მე რაც გინდა იმატებდა, რამდენსაც გინდა ჭამ. გადავირიე, მეც მინდა საქართველოში ესეთი რესტორნები თუ შეიძლება. მოვიდა ხინკალი, ასე ვთქვათ, ჩინური ხინკალი. შეეძახიან, უფრო რავიოლი ქვია, მაგრამ პატარა ხინკალსაც გავს, იმიტომ რომ ესეთი აქვს და შიგნით აქვს ხორცი და ვნახოთ როგორია. არა ხალხო არა. ჩვენი ხინკალი არის სიწმინდე და სიგემრიელე და საოცრება. რაოდ ხორცი აქვს, წვენი არ აქვს. ნორმ რა. ისე რა. სუში უყვარს ძალიან გემრიელია, მაგრამ მოჩვენა რომ მართლა არ მიყვარს სუში და საქმე იმაში არ არის რომ ცუდი მაქვს გასინჯული, საქმე იმაშია რომ სუში და თევზი არ მიყვარს და ეხლა მაგ თევზის გემო პირში და მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ჩვევა ტრადიცია თუ რა ქვია მაგას რაც აქვთ არის ის რომ როცა წყალს უყვეთავ ყოველთვის მაქვს წყალი და ვისურვებდი მაგის გადმოღება საქართველოშიც, იმიტომ რომ ცალკე წყლის შეკვეთა არ გჭირდება ხოლმე რა აუცილებლად რამდენი ჭიქა ყავისაც შევყვეთავ, იმდენი ჭიქა წყალი მოყვება და ძალიან მაგარი რამეა ეგ. ისე რომ საქართველოს კაფეებო, საქართველოში წყალი მაინც გვაქვს უხვად ბევრი და კარგი. ძალიან კარგი იქნება თუ ამას ჩვენც შემოვიღებთ, ძალიან მომწონს ეს ჩვევა. და ასევე კაპუჩინოს ფასებსაც თუ დავარეგულირებთ, იმიტომ რომ ეხლა 3 კაპუჩინოში გადავიხადოთ 6 ევრო. და 6 ევრო რომ ქართულ ფულზე გადმოვიყვანოთ, 3-ს კი არა, ერთ კაპუჩინოს ძლივს ვიყიდით. ეხლა ვართ პიაცა მალჩიორესა და ბოლონის ერთ-ერთ მთავარ ტაძარში და არ ვიცი ამაზე ლამაზი ტაძარი მართლა ცოტა მინახავს. და ასევე ჩვენთან ხო არის ერთადად მოკლებზე შეზღუდვა და აქ აუცილებელია რომ ქონდეს მხრები დაფარული. რამდენი ეკლესიაში არ შევედით, ყველგან ეგ მოგთხოვეს რომ მხრები ქონოდა დაფარული. შარფის მოგვა მხოლოდ საჭირო მხრებზე და რა დაბლა ისო შორტით და შარლით იყო, თავი რომ მხრები ქონდეს დაფარული. თვითონ ეკლესია არის საოცრება ულამაზესი და ძალიან ბევრი ოქრო არის გამოყენებული. მოოქროვილი კი არ არის, ბევრი ხატი არის, ჯვარი რაც არის ოქროს მთლიანად და საკმაოდ კარგად არის დაცული, რა თქმა უნდა და დაცვაც არის და ისე არ გიშვებენ თუ შარფი არ გექნება ეს მხრებზე მოხეული და არის ულამაზესია. ახლა კადრებს ჩავსვამ და თქვენს ნახავთ ეს ულამაზია.
Uno di song come fa? Tu fa l'America, americano, americano. Senta me che tu va fa. Tu vuoi vivere alla moda, ma se bevi whisky and soda. აი ხოლმე კოლექციონერზე როგორც აქაურები ეძახიან და ესეთი ტრადიციასავით არის ასე ვთქვათ, რომ დილას ყოველთვის გამოდიან და გარეთ მიირთმევენ ხოლმე საუზმეს და ყავას და მე ძალიან მომწონს ეს ტრადიცია, ასე ვთქვათ, ფილმ რო გამოხვიდეთ, კაფეები გადაჭედილია, რასაც ხვია, უამრავი ხალხია ხოლმე და ძალიან ხშირად არის რომ ხედავ ბებიებს და ბაბუებსაც და ეს ყველაფერი ძალიან ბევრი რამით არის გამოწვეული და პლუს იმით არის გამოწვეული, რომ ფასები არის ძალიან დაბალი, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად ყოველ დილით თუნდაც ქუთაისში და თუნდაც თბილისში გაგიჭირდება, რომ ნორმალური შემოსავლით ყავა და საუზმე მიირთვა და აქ იმდენად დაბალი ფასები აქვს, რომ შესაძლებელს ხდის ეს ყველაფერს რა. ხო, ერთ დილის კოლექციონერზე მოკლედ. და ძირითადად მე ვჭამ ხოლმე სენდვიჩს და ყავას და ეხლა დავაგემოვნოთ. ვერონა რომეო და ჯულიეტას სამშობლოდან მოგესალმებით. არა და უფრო ქალაქიდან. ასე დარდობს იტალია იმას, რომ ბოლონია იმას, რომ ხვალ უნდა დავყოვოთ. დღეს ვტოვებთ ბოლონიას და გამოსამშვიდობებელი საუზმე გვაქვს, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ ჩემს საყვარელ ადგილას. ზუსტად კოშკების, ბოლონიის ცნობილი კოშკების უკან თუ გვერდით არის ეს კაფე და აი მინდა უყურებ პირდაპირ კოშკებს. ხო და ავიღოთ დიდ დაფა და დავაგემოვნებ ამ დაფას და პლუს ავიღოთ ტორტელინიც უბრალოდ ჩემს წინა ჩამოსვლაზე სხვანაირი ტორტელინი ქონდათ და ის ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ ვეღარ ვიყავა ისეთი. თუმცა ესეც გემრიელია და დაფები გავსინჯოთ. რაღაცა აბაწყვება მაგათ. ძალიან გემრიელია და ამიტომ ძალიან გემრიელი ყოფილი აქვს. აბა. მოგივიდე. გონძოლა შეგმასულა. აი მოგესალმებით ისევ მატარებლიდან. ამჯერად მივდივართ ბოლონიიდან ვენეციაში. ვენეციიდან გვაქვს ფრენაც სხვალდილით და ეხლა ჩავალ, ცოტა გამოვიდეთ ვენეციასაც ვნახავთ და მე წავალთ აეროპორტში. და სანამ ისე მოცილად მზივარდარებს ვაკეთებ, ცოტა წავიჭორავთ იტალიაზე. პირველ რიგში მატარებლებში ყოველთვის ცივა. ანუ ვინც ხართ სითბოს მოყვარულები, იმდენად სიცივეა, რომ ჯობია ცოტა რაღაცა მოსაფარებლები წამოიღოთ. ფლორენციაზე უნდა აღინიშნოს 1-2 სიტყვით, რომ ტაძრების უმეტესობა იყო ფასიანი და ეგ ქონდათ გათვალისწინებული, რომ შეიძლება ვერ შეხვიდეთ ტაძრებში, ასევე ტაძრებში აუცილებლად გჭირდებათ მოსახურებლები დაახლოებით ესეთი, იმიტომ რომ უნდა გქონდეთ მხრები დაფარული აუცილებლად. და წინასწარ გირჩევთ იმას, რომ კარგად გქონდეთ დაგეგმილი, რომელ ქალაქში მიდიხართ, როდის მიდიხართ, რამდენი ხნით მიდიხართ, რამდენი საათით და აუცილებლად ეცადეთ, რომ დილაობით გახვიდეთ ხოლმე, რომ ყველაფერი მშვიდად და წყნარად მოასწროთ. ასევე იმას გირჩევთ, რომ ეცადეთ, რომ უმეტესად იაროთ მატარებლებით, იმიტომ რომ ბევრად უფრო სანდოა. მეორე ასე ვთქვათ, ბიუჯეტური ვარიანტი არის FlixBus-ი და ბევრისგან მომისმენია FlixBus-ის ქება დიდება, თუმცა ჩემს შემთხვევაში დაგვიანა დაახლოებით 1.5 საათით გასვლა
შესაბამისად, როდესაც დრო გაქვს გაწერილი და ვიცი, რომ უნდა ჩახვიდე ამ და ამ საათზე და ამ და ამ საათზე უნდა წამოხვიდე, საათნახევრის დაგვიანება საკმაოდ დიდია. თან რადგან აგვიანებდა რეისი, მაგრამ მაინც მოდიოდა, არ ამინაწვაურეს გადახდელი თანხა, შესაბამისად მომიწერა დავლოდებოდი. ასე რომ არ ვიცი, მე პირადად FlixBus მირჩევნია მატარებელი, ბევრად უფრო კომფორტული და ბევრად უფრო სანდოა. ასევე ბევრმა მითხრა, რომ ამ FlixBus-ებმა უკვე დაიწყეს რეისების ჩაგდებაც და შეიძლება იყიდო ბილეთი და შემდეგ ის რეისი გაგიუქმდეს, ასე რომ ბოლომდე ვერ ენდობი. ბოლონიაზე მინდა ვთქვა კიდე ერთი-ორი სიტყვით, რომ დიდად მგონია, რომ არ არის ესე ტურისტულ ქალაქებში ჩამოთვლილი ხშირად. აღნიშნა, რომ ბოლონია არის ულამაზესი ქალაქი. არის ძალიან ბევრი ისეთი სანახაობა, რაც აუცილებლად უნდა ნახო. არის ძალიან მშვიდი ქალაქი ასევე. პირადად მე დიდ რეკომენდაციას უწევ ბოლონიას, იმიტომ რომ მართლა ძალიან შემიყვარდა ეგ ქალაქი. მოგესალმებით ვენეციიდან. მეგობრებო, მე მგონი ძალიან შემიყვარდება ეს ქალაქი. არ ვიცი რომ ზომეტად თუ შემიყვარდება, მაგრამ აუცილებლად შემიყვარდება. აუცილებლად ჩამოდით ამ ეკლესიაში, იმიტომ რომ ეკლესიაშიც ხართ და მუზეუმშიც ხართ. აი, არ ვიცი, მართლა საოცრება გადავერი, მართლა არ ვიცი. ალბათ მეტყობა აქვს ხელოვნება და ვისაც ზოგადად ხელოვნება გიყვართ, არის ყველაფერია ამ ეკლესიაში და აუცილებლად ჩამოდით აქ. სტუდენტებისთვის განსაკუთრებით მხოლოდ 3 ევროების შემოსვლის დასრულებისთვის 8 евро და დამეწონოთ იმდენად საოცრებაა, რომ გიღებთ თავის გადახდა და აქ შემოსვა. აი, არ ვიცი, მართლა შოქში ვარ, ულამაზესია, საოცრებაა. ეხლა მოვიდით სან მარკოს პიაცაზე ვენეციაში და ტრადიციულად ესეც ულამაზესია. მე მგონი არ არსებობს რომში პიაცა, სადაც რომში კი არა და მგონი არ არსებობს იტალიაში პიაცა, რომელიც ლამაზი არ არის. მართლა არ არსებობს იტალიაში რამე, რაც ლამაზი არ არის. ეს ულამაზესია.